პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაფუძნებული სოლიდარობის ფონდი, რომელიც 21 წლამდე მოზრდების სოლიდურ დაავადებების აფინანსებს, განაგრძობს ეფექტურ მუშაობას და იმედის დილაც ტრადიციულად გაწვდით ინფორმაციას მათი მუშაობის შედეგებზე. ქეთი ხატიაშვილს მივესალმებით ახლა პირდაპირ ეთერში. ქეთი, დილამშვიდობის, მოგესალმებით. დილამშვიდობის, ქეთი. დილამშვიდობისა, კიდევ ერთხელ დიახ კანცელარიიდან მოგესალმებით და იცით ალბათ და გექნებათ ყველას გაგონილი, არსებობს საქართველოს სოლიდარობის ფონდი, რომელიც 2014 წლის ივნისში დაარსდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და ჩვენთან ერთად გახლავთ ამ ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში, უკაცრავად დილამშვიდობისა და 2014 წლის ივნისში დაარსდა და გითხარით, რო შევაჯამოთ 2014 წელი, რა მოხდა? პირველ რიგში მივესალმები ტელემაყურებლებს. პირველი რუბრიკა გვაქვს 2015 წელს ახალ წელს და მინდა ვისარგებლოს შემთხვევით და გისურვოთ ძალიან წარმატებული წელი, რაც მთავარია გისურვოთ ჯანმრთელობა, რომელიც უმთავრესია ალბათ ნებისმიერი სხვა წარმატებისთვის. რაც შეეხება სოლიდარობის ფონდის 2014 წელს, ალბათ გადაჭარბების გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იყო ისტორიული წელი, რადგან საქართველოში დასავლეთ ევროპის ქვეყნების ბევრი მაგალითის გათვალისწინებით და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით დაარსდა ეროვნული სოლიდარობის ფონდი. ეს ფონდი გახლავთ საზოგადოებისთვის ყველაზე მწვავე საკითხების გადასაჭრელად დაარსებული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს თითოეული მოქალაქის, საჯარო მოხელის და კერძო სექტორის მცირე ქველმოქმედებას, რომ ერთობლივად იმ პრობლემებს, რომელსაც ჯერ სახელმწიფო დაფინანსებით ვერ ვაგვარებთ საქართველოში, ეტაპობრივად იქნას გადაჭრილი. რაც შეეხება შედეგებს, 35,000-ზე მეტი საჯარო მოხელე იქნა უკვე გაერთიანებული ამ ინიციატივის გარშემო, თითოეულ მათგანს მინდა. ეს ყველაფერი ივნისიდან დეკემბრამდე. ივნისიდან დეკემბრამდე, სულ 6 თვეში 35,000-ზე მეტი საჯარო მოხელე შემოგვიერთდა, ათასობით ინდივიდუალური მოქალაქე მცირე დონაციას ახორციელებს ყოველთვიურად და 13 კომპანია შემოგვიერთდა, რომლებიც სისტემურად, რეგულარულად ახორციელებენ დონაციას. აქვე თითოეულ მათგანს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო და კერძო კომპანიებიდან ვისარგებლებ შემთხვევით და საბანკო სექტორიდან ლიბერტი ბანკის, საქართველოს ბანკის და პრივატ ბანკის წარმომადგენლობებს მინდა მადლობა გადავუხადო, შემოქმედებითი სექტორიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრს Eastern Promotions და მაკა მახარაძის საბალეტო თეატრს და ასევე რაკია ჯგუფის სამ კომპანიას, ყაზტრანსგაზ და კომპანია გალიფს. ეს გახლავთ ჩვენი პირველი კორპორატიული, ესე ვთქვათ, პარტნიორები, რომლებიც 2014 წელს შემოგვიერთდა. ძალიან მალე ჩვენ გვექნება სიმბოლური დაჯილდოების ცერემონიალი. იანვრის თვის ბოლოს. იანვრის თვის ბოლოს და აუცილებლად შეგატყობინებთ, რომ შესაბამისი, თქვათ, შეგვიძლია გავაშუქოთ ეს ღონისძიებაც. ყველაზე მთავარი, 1,600,000 ლარზე მეტი იქნა მობილიზებული სულ 6 თვეში. 58 ბავშვის მკურნალობა იქნა დაფინანსებული, დამტკიცებული ფონდის კომისიის მიერ, მათ შორის 18 შემთხვევაში საზღვარგარეთ. ეს გახლავთ სწორედ ის ძვირადღირებული მკურნალობა, ხშირ შემთხვევაში ასეულობით 1000 ლარისზე მეტ, ესე ვთქვათ, ღირებულება შეადგენს. დღესაც 20 წლის ახალგაზრდა გოგონა, ასევე 14 წლის ვაჟი გადიან თურქეთში მკურნალობა სოლიდარობის ფონდის სახელით. მე ვერიდები მათი, თქვა, სახელის და გვარის გაჟღერებას, რადგან იქნება მომენტი, როდესაც ისინი დაბრუნდებიან და პირველ რიგში მთავარია, რომ ჯანმრთელად დაგვიბრუნდნენ საქართველოში და შემდგომ აუცილებლად მოვიწვევთ თქვენ სტუდიაშიც და გავაცნობთ ჩვენ საზოგადოებას. და აი თუ მაგალითად ტელემაყურებას გაუჩნდა სურვილი, რომ ჩაერთონ ასევე ამ ფონდში, რა უნდა გააკეთონ ამისთვის, ან ვის უნდა მიმართონ? ფონდში მონაწილეობისთვის მთავარი ალბათ არის სურვილი, ალბათ ოლიმპიური, ასე ვთქვათ, პრინციპით. თუ კი ბრძანდებით დასაქმებული თქვენი ყოველთვიური ხელფასიდან თუნდაც მცირე სიმბოლური 1 ლარის დონაცია უკვე არის საკმარისი, რომ თქვენ გახდეთ, ასე ვთქვათ, დონორი საქართველოს სოლიდარობის ფონდის. ყველაზე მარტივად ეს ფინანსური, ვთქვათ, დეპარტამენტების მიერ ხდება, ვთქვათ, კოორდინაცია უშუალოდ უწყებების და კომპანიების დონეზე. გარდა ამისა არსებობს ონლაინ გადარიცხვის საშუალება, ერთჯერადი ავტომატური გადარიცხვის საშუალება ლიბერტი ბანკის, საქართველოს ბანკის ფილიალებიდან, ასევე დისტანციური, თქვათ, ჩარიცხვის აპარატებიდან და თუ კი ბრძანდებით მეწარმე და აწარმოებთ კონკრეტულ პროდუქტს ან სერვისს, ყველაზე მარტივი არის მცირე დონაციის ინტეგრაცია, ეს გახლავთ სწორედ ის ინოვაციური დაფინანსების მექანიზმი, რომელიც გაეროს ეგიდით და საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით მსოფლიოს მასშტაბით ხორციელდება ამა თუ იმ მიმართულებით. და ამის პრეცედენტები
პროექტები უკვე საქართველოშიც არის, როგორც მოგახსენეთ კოტე მარჯანიშვილის და Eastern Promotion-ის კომპანია შემოგვიერთდა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის თითოეული ბილეთიდან 10 თეთრი ირიცხება სისტემურად სოლიდარობის ფონდში. კი ბატონო, და აი რომ გითხრათ კიდევ თუ შეიძლება 2015 წელს რას აპირებთ და რა გეგმები გაქვთ? 2015 წელი დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება ფონდის გაფართოების წელი სხვადასხვა მიმართულებით. პირველ რიგში ეს იქნება პარტნიორობის გაფართოების წელი ადგილობრივ დონეზე. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი საჯარო მოხელი ჩაგვერთვება, ასევე კერძო კომპანიების მხრივ თანამშრომლობა გაფართოვდება. ჩვენ საინფორმაციო შეხვედრებს უწყვეტ რეჟიმში გავაგრძელებთ ამ მიმართულებით. წლევანდელი მონაცემებით თვეში 250,000 ლარის სისტემური მობილიზაცია უკვე არის მიღწეული, მაგრამ 400,000 ლარის გადაჭარბების შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ, რომ გავაფართოვოთ პროგრამა და გავცდეთ 21 წლის ასაკს ონკოლოგიური დაავადებების კუთხით. ძალიან დიდი სურვილია და უმნიშვნელოვანესია, რომ ძვირადღირებული კიბოსაწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიც არის მაფტერა და ჰერცეპტინი, უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი საზოგადოებისთვის და გარდა ამისა, ეს იქნება სისტემური გაფართოება საერთაშორისო თანამშრომლობითი პროგრამების გაეროს ორგანიზაციებთან და პარიზის სამდივნოსთან, რომელიც აერთიანებს მსგავს ინოვაციურ პროექტებს მსოფლიო მასშტაბით. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ამით მაყურებელს დავემშვიდობოთ და მანამდე გეტყვით, რომ ჩვენ პარასკევს გავაგრძელებთ ამაზე საუბარს და საუკეთესო სურვილებით დაგემშვიდობებით. წარმატებები ვუსურვოთ სოლიდარობის